აი რო უყურებ იმას თუ რაც ხდება ევროპას ყურებს ყოფილ ევროპას აბსოლუტურად ლოგიკურია რაც ხდება, იმიტომ რომ ანუ აი რატო ქონდა მოლოდინი რომ ხალხი რომლებიც არაადეკვატურად მოიქცევიან ჩვენ, არაადეკვატურად ამოიქცევიან სახლშიც. იმიტომ რა იცი, კრიზისი, როდესაც გააქვს კრიზისი და განსაკუთრებით ეს კრიზისი არის გამყარებული როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, ასე ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ ასეთ დროს როგორც წესი დიდი ქვეყნები მიმართავენ ხოლმე რამოდენიმე გზას. ერთი გზა არის ომი და ამაზე ბევრი არის დაწერილი, როცა მაგალითად დიდი იმპერიები დაშლის მომენტში იწყებენ რაღაც ომებს, იმიტომ რომ ან ყურადღება გადაიტანონ, ან ახალი ბაზარი აითვისონ, ანაც შემდეგ და ან ას შემდეგ. ევროპას ამიზალა უბრალოდ არ გააჩნია. ევროპას ეხლა ამიზალა არ გააჩნია. ამიტომაც რჩება შიდა არაადეკვატური რეპრესიები. იმიტომ რომ ანუ მათი აზრით ახლა სიტუაცია როგორია, რომ არის მოსახლეობა, რომელსაც მათი წარმოდგენით უკვე სხვა იდეები უჩნდება და რადგანაც ამ იდეებს ისინი ვერ უგებენ და ვერ ახორციელებენ ამ იდეების ჩახშობას დემოკრატიული გზებით, რჩება უკვე ასე ვთქვათ, აი სამართლიანი ჩარევის პრინციპები, ანუ შენ უნდა ადგენ და უბრალოდ უნდა დაიჭირო შენი ოპონენტი, რომელიც არ მოგწონს, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია მიაწერო რაღაცა ცუდი იარაღი, მაგალითად რუსეთის მომხრეს იარაღი. თანაც ხო ვიცით რომ ხა ობიექტურად ევროპის პოლიტიკა ძალიან გაიყნა. ანუ ხო როგორც რავი ხო კვლევები და როგორც რავი შიდა ინსაიდები ამბობს, მაგალითად არ არსებობს ევროპაში თითქმის არც ერთი მთავრობის წევრის ადამიანი, რომლის დაჭერა კორუფციაზე არ შეიძლება. ანუ ნებისმიერ მომენტში შენ შეგიძლია თქვა რომ აი ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურაზე თქვა რომ ამის დაჭერა საჭირო და კორუფციაზე მოძებნო აუცილებლად რასა უკაცო. რა кейსი იყო ხო ვიცით რა? ხო არა მაგას გულისხმობ რა, ანუ აქედან გამომდინარე ეს შალო მეცაც გეტყვი, ეს მარინ ლე პენი მხოლოდ დასაწყისია. აი ეგ არის საინტერესო, დასწავლებად თუ არა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ ჩემი აზრით პასუხი კიდევ არადეკვატურია, შალო ახლა წამოსვლის წინ ვუყურებდი ძალიან საინტერესო სიუჟეტს. 2021 წელს საფრანგეთს აფრიკის 7 ქვეყანაში ჰქონდა ბაზები. 2025 წელს დარჩა 0-ში. იმიტომ რომ გაყარა ჩინეთმა და რუსეთმა. ანუ წარმოვიდგინეთ, ანუ საფრანგეთი რომელიც იქ არის. წიაღისეულს მოიპოვებდა ურანს მაგალითად. ანუ საფრანგეთი რომელიც იქ მოიპოვებდა ურანს, პლუს ამას ჰქონდა საკუთარი პანაფრიკული კავშირი, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკას ყოფილ კოლონიებთან განაგზობდა ყოფილი კოლონიების ძარცვას განაგზობდა. პირდაპირ თქვა. ხო. არ უნდა, რაღაც კალედონიაში გასწრება რა. კალედონიასაც დაკარგავს მეგობრებო ჩვენი მეზობელი ჩარევის ჩვენი აგერ გვერდზე ტყილი და მურაბა მეზობლის ჩარევის შედეგად. რომელსაც მივესალმებით ჩარევას. ხო, ან წარმოვიდგინეთ რომელ მეზობელზეა საუბარი. არა, ეგ შავად სასაცილოა რომ ჩვენი მეზობელი რო ხელხებს. კარგია. ფრანგებს საკაუპს და შალო, ანუ ეს არის ძალიან მარტივი, ანუ ეს არის ნიშანი იმის რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბატონო. დანეთ. მე ამ